ურთიერთობა თვეების წინ დასრულდა, მაგრამ მაინც ღამის 2 საათზე შენი ხელი ტელეფონისკენ მიიძევს, სანამ გონება საერთოდ გააცნობიერებს ასაკეთებ. შენ სუსტი არ ხარ, არც ჩამოშლილი ხარ, არც ნებისყოფის ნაკლებობას უჩივი. აქამდე გეუბნებოდნენ, რომ მიზეზი, რის გამოც ვერ უშვებ, არის ის, რომ ზედმეტად გიყვარს, ან რომ თანადამოკიდებული ხარ, ეგრეთ წოდებული კოდეპენდენტი, ან დაბალი თვითშეფასება გაქვს, რომ ტრავმირებული ხარ, ნაიური ან ზედმეტად მიმტევებელი. თითოეული ეს ახსნა მცდარია. ის, რასაც გრძნობ, სიყვარული არ არის. ეს არის ლომკა, ანუ ნევროლოგიური აღკვეთის მდგომარეობა, რომელიც შენს ნერვულ სისტემაში ჩაინერგა იმდენად სპეციფიკური, იმდენად ინჟინრული სიზუსტით გათვლილი პროცესით, რომ ზუსტად ამავე მექანიზმს იყენებენ რელიგიური სექტები და სათამაშო ავტომატები, ეგრეთ წოდებული სლოტები. და ყველაზე სასტიკი ნაწილი ის არის, რომ ეს დამოკიდებულება ცუდ მომენტებში კი არ ჩამოყალიბებულა, არამედ ჩამოყალიბდა ერთი ძალიან კონკრეტული ტიპის კარგ მომენტებში. და აქ კარგი, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში იგულისხმება. ჩვენ დღეს ვიპოვით ამ მომენტს და მას ნაწილ-ნაწილ დავშლით. მაშ ასე, დავიწყოთ. თავი პირველი. მტრედი, როგორც დამოკიდებული. 1958 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიჰევიორისტმა ფსიქოლოგმა სახელად B.F. სკინერმა მტრედი ხუთში მოათავსა. ხუთს პატარა ბერკეტი ჰქონდა. როდესაც მტრედი ბერკეტს ნისკარტს დაარტყამდა, ზოგჯერ საკვები გამოდიოდა, ზოგჯერ არა. სკინერმა აღმოაჩინა რაღაც, რაც მოგვიანებით გახდა კაზინოების დიზაინის, სოციალური მედიის ჩართულობის ალგორითმების და თუმცა მას ეს ასე არასოდეს უთქვამს. ყველა იმ ტოქსიკური ურთიერთობის ფსიქოლოგიური საფუძველი, საიდანაც გინახავთ, რომ ადამიანი ვერ გამოდის. როდესაც საკვები გამოდიოდა ყოველ ჯერზე, როცა მტრედი ბერკეტს დააჭერდა, ის აუღელებლად მოქმედებდა, ჭამდა, ისვენებდა, სეირნობდა. როდესაც საკვების გამოსვლა საერთოდ შეცლდა, მტრედმა რამდენიმე წუთში დაანება თავით დასს. მაგრამ როდესაც საკვები გამოდიოდა ცვლადი განრიგით, ხან ერთი დაჭერის შემდეგ, ხან 10-ის, ხან 50-ის შემდეგ, ყოველგვარი შესამჩნევი კანონზომიერების გარეშე, მტრედი იმ ბერკეტს მანამ აჭერდა, სანამ გული არ წაუვიდოდა. ის არ ჩერდებოდა. აჭერდა გადაღლილობის მიუხედავად, შიმშილის მიუხედავად, აშკარა უშედეგობის მიუხედავად. სკინერმა იდენტიფიცირება მოახდინა იმისა, რასაც ბიჰევიორალური ფსიქოლოგია ახლა უწოდებს variable ratio reinforcement schedules, ანუ განმტკიცების ცვლადი თანაფარდობის განრიგს. და ეს არის ყველაზე ფსიქოლოგიურად ნარკოტიკული, ყველაზე მიმჯაჭველი პატერნი, რაც კი ოდესმე არ მოუჩენიათ. შენი ტოქსიკური ურთიერთობა ეს ბერკეტია. ადამიანი, რომელსაც ვერ ტოვებ, არ არის რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეული. ისინი არ არიან უნიკალურად ლამაზები ან უნიკალურად საინტერესოები. ისინი არიან არაპროგნოზირებადები. სითბო მოდიოდა შემთხვევითი ინტერვალებით. სისასტიკე მოდიოდა შემთხვევითი ინტერვალებით. ერთი კვირა სითბო, მდუმარე უქმეები, გამანადგურებელი კამათი სამშაბათს, ვარდების თაიგული და ბოდიში ხუთშაბათს. და ხანდახან, იშვიათად, მაგრამ კატასტროფულად, მათი ის ვერსია, რომელიც თავიდან შეგიყვარდა, ხელახლა გამოჩნდებოდა ხოლმე ერთ საღამოს. ისინი ჩაგიხუტებდნენ, მოგისმენდნენ, შემოგხედავდნენ ისე, როგორც ადრე გიყურებდნენ და შენი ნერვული სისტემა აინთებოდა, როგორც სათამაშო ავტომატი, რომელმაც ჯეკპოტი დასვა. სწორედ იმ საღამომ მოგაყენა ზიანი, არა ცუდმა დღეებმა, არამედ კარგებმა. იმიტომ რომ სტაბილურ, ემოციურად ხელმისაწვდომ ურთიერთობაში სიყვარული არის მუდმივი, პროგნოზირებადი, თბილი, მაგრამ ჩვეულებრივი. twini ეჩვევა. ის არ გამოყოფს დოფამინს იმ რაღაცებისთვის, რასაც ელოდება. დოფამინი მოლოდინის ნეიროტრანსმიტერია. ის გამოიყოფა არაპროგნოზირებადი ჯილდოს საპასუხოდ და არამოსალოდნელი ჯილდოსი. სტაბილურ ურთიერთობაში დოფამინის სისტემა მშვიდდება. ოქსიტოცინი იღებს მართვას საკუთარ თავზე. ოქსიტოცინი კი არ გაჯაჭვებს, არ ხდის ნარკოტიკულად დამოკიდებულს. ის უბრალოდ გასაზრდოებს, გასტაბილურებს. მაგრამ ურთიერთობაში, სადაც სითბო გაიცემა არაპროგნოზირებადი ულუფებით, შენს დოფამინის სისტემას არასოდეს ძინოს. ყოველი ინტერაქცია ხდება ბერკეტზე დაჭერა. ყოველი SMS-ი შესაძლო მოგებაა. ყოველი კამათი შესაძლო შერიგებით მთავრდება და შენი twini, რომელიც მუშაობს უძველეს ბიოლოგიურ პროგრამაზე, რომელიც ევოლუციურად ჩამოყალიბდა საკვების მოპოვებისა და გამრავლებისთვის, ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან პარტნიორს, რომელსაც არასტაბილურად უყვარვარ და სლოტ აპარატს, რომელმაც შეიძლება ბოლოს და ბოლოს მოიგოს. შენ ურთიერთობაში კი არ ხარ, შენ სკინერის ყუთში ზიხარ. სწორედ ამიტომ, ყველაზე საშიში ფრაზა ნებისმიერ ტოქსიკურ დინამიკაში არ არის მე შენ ზუ ხარ, არამედ მომენატრე.
იმიტომ რომ იმ მომენტში, როდესაც ისინი სითბოს გაწვდიან ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ჯილდო ათმაგდება. ამ მექანიზმს პიკის და დასასრულის წესი, ანუ pick and rule ქვია, რომელიც დანიელ კანემანმა აღმოაჩინა. შენი ტვინი ურთიერთობას არ ინახავს როგორც მისი მომენტების საშუალო არითმეტიკულს, ის ინახავს მას როგორც მრუდს, პიკებითა და ვარდნებით. და პიკები, როდესაც ისინი მოდიან დეფიციტის შემდეგ, ხდება ყველაზე მკაფიო მოგონებები შენს მთელ მენტალურ ჩანაწერში. გონია რომ სიყვარული გახსოვს, სინამდვილეში გახსოვს შვება. ბერკეტზე დაჯერა ვერ ხსნის, რატომ არის ლომკა ასეთი ფიზიკური, რატომ ვერ ჭამ, რატომ ვერ იძინებ, რატომ გონია რომ ტკივილი ისეთია თითქოს რაღაცა ქირურგიულად ამოკვეთეს ბგერდიდან, იმიტომ რომ მართლაც ამოკვეთეს. და ამის გასაგებად ჩვენ უნდა დავტოვოთ მტრედი და შევიდეთ ბევრად უფრო სასტიკ ლაბორატორიაში. თავი მეორე, ჰარლოუს რკინის დედა. 1950-იან წლებში ვისკონსინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგმა სახელად ჰარი ჰარლოუმ ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რომლებიც ეთიკურად იმდენად შემაშფოთებელი იყო, რომ მათ ხელი შეუწყეს ცხოველებზე კვლევების თანამედროვე რეგულაციების ჩამოყალიბებას. მას სურდა ეპასუხა კითხვაზე, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავინ იცოდა პასუხი. რისგან შედგება სიყვარული? ჰარლოუმ პატარა მაიმუნები დაბადებისთანავე დააშორა დედებს. მან თითოეული მათგანი მოათავსა გალიაში ორ ხელოვნურ სუროგატთან ერთად. ერთი იყო ცივი რკინის ცილინდრი, რომელიც რძეს გასცემდა. მეორე იყო რბილი, პირსახოცის ქსოვილით შემოხვეული ცილინდრი, რომელიც არაფერს გასცემდა. არც საკვებს, არც წყალს, არანაირ საზრდოს. მაშინდელი გაბატონებული თეორია ამბობდა, რომ ბავშვები მიეჯაჭვებოდნენ მას, ვინც მათ აჭმევდა. საკვები იყო გადარჩენა. საკვები იყო სიყვარული. მაიმუნები დღეში 22 საათს ატარებდნენ ნაჭრის დედაზე ჩახუტებულები. ისინი ტოვებდნენ მას მხოლოდ იმისთვის, რომ რკინის დედისგან სწრაფად დაელიათ რძე და მაშინვე ბრუნდებოდნენ, სახეს მალავდნენ მის რბილ მკერდში, პატარა ხელებს შემოახვევდნენ, თითქოს ის იყო ერთადერთი რამ, რაც მათ დედამიწაზე აკავებდა. შემდეგ ჰარლოუმ კიდევ უფრო სასტიკი რამ გააკეთა. მან ზოგიერთი ნაჭრის დედა ისე მოაწყო, რომ მოძალადე ყოფილიყო. რამდენიმე მათგანი შემთხვევითი ინტერვალებით ისროდა ბასრეკლებს. ზოგიერთები ძლიერად აჯანჯღარებდნენ პატარა მაიმუნებს. სხვები კომპრესირებულ ჰაერს პირდაპირ სახეში უბერავდნენ. მაიმუნები მოცილების ნაცვლად უფრო ძლიერად ჩაეხუტნენ, ელოდნენ ძალადობის დასრულებას. შემდეგ კი განაახლეს სასოწარკვეთილი ჩახუტება. არ გაქცეულან რკინის დედასთან, არ უძებნიათ გაქცევის გზა. დარჩნენ სითბოს წყაროსთან მაშინაც კი, როდესაც ეს წყარო ამავდროულად მათი შიშის წყაროც იყო. ჰარლოუმ აღმოაჩინა რაღაც, რამაც შეცვალა ჩვენი გაგება ადამიანური მიჯაჭვულობის შესახებ. მიჯაჭვულობა სიყვარულზე კი არ არის, არამედ რეგულაციაზე. შენი ნერვული სისტემა არ მიეჯაჭვება ადამიანებს, რომლებიც შენდამი კეთილგანწყობილნი არიან. ის მიეჯაჭვება ადამიანებს, რომელთა ყოფნაც გარეგულირებს. რეგულაცია კი ნეიროქიმიური პროცესია. ოქსიტოცინის დამამშვიდებელი მოზღვავება, კორტიზოლის დასტაბილურება, გულისცემის შენელება, რომელმაც ისწავლა აჩქარება მათ არ ყოფნაში. როდესაც შენი ტოქსიკური პარტნიორი ხდება ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, ვისაც შეუძლია გამორთოს განგაშის სისტემა, რომელიც მათ თავადვე დააყენეს შენ სხეულში, შენ ისინი კი არ გიყვარს. უბრალოდ მათზე ხარ დამოკიდებული. ისევე როგორც დიაბეტიანია დამოკიდებული ინსულინზე. ოღონდ ამ შემთხვევაში ისინი ამავდროულად დაავადებაც არიან. ბესელ ვან დერ კოლკმა წიგნში სხეული ინახავს ჩანაწერს The Body Keeps the Score. დოკუმენტურად აღწერა ეს იგივე პატერნი ადამიანის ტრაუმის გადამტანებში. ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ არაპროგნოზირებად ოჯახებში, სადაც აღმზრდელები ხან თბილები იყვნენ, ხან კი ფეთქებადები, უვითარდებათ ნერვული სისტემა, რომელსაც არ შეუძლიათ თვითრეგულაცია. მათ სჭირდებათ სხვა სხეული სიახლოვეს, რომ თავი მშვიდად იგრძნონ და სხეული, რომელსაც ისინი ინსტინქტურად ეძებენ, კვლავ და კვლავ მთელი ცხოვრების განმავლობაში, არის ის, რომელიც შეესაბამება მათი თავდაპირველი რეგულატორის ნეიროქიმიურ პროფილს. ტკივნეული სიმართლე ისაა, რომ თუ შენი ბავშვობა შეიცავდა რაიმე ფორმის ემოციურ ქაოსს, შენმა სხეულმა ვერ ისწავლა, რომ სიყვარული არის სიმშვიდე. შენმა სხეულმა ისწავლა, რომ სიყვარული არის ქაოსი, რომელსაც მოსდევს შვება. ასე რომ, როდესაც მშვიდი, სტაბილური, ემოციურად ხელმისაწვდომი ადამიანი შემოდის შენ ცხოვრებაში, როგორც ზრდასრული, შენი ნერვული სისტემა მას აღიქვამს როგორც უცხოს, უფერლს, მოსაწყენს, არაბუნებრივს. ვერ გძნობ ნაპერწკალს, ვერ გძნობ მიზიდულობას. შენ ამას უწოდებ ქიმიის ნაკლებობას. ეს არ არის ქიმიის ნაკლებობა. ეს არის იმ ერთადერთი ქიმიის არარსებობა, რომელიც შენმა სხეულმა ოდესმე აღიარა სიყვარულად.
და როდესაც ხვდები ვინმეს, ვინც შეესაბამება იმ თავდაპირველ ქაოტურ პროფილს, ვინმე მომხიბლელს, ინტენსიურს და არაპროგნოზირებადს, ვინმე ხან ცივს და ხან თაყვანისცემელს, შენი სხეული ინთება. გძნობ მას მკერდში, გძნობ მუცელში. შენ ამას ბედის წერას უწოდებ. ეს არ არის ბედის წერა. ეს არის პირველი ჭრილობის ნეიროქიმიური რეკრეაცია, ხელახალი გათამაშება. სწორედ ამიტომ ცოდნა იმისა, რომ შენი პარტნიორი ტოქსიკურია, არ გეხმარება მის დატოვებაში. სხეული არ უწევს კონსულტაციას გონებას. სხეული მიიწერს და გონება შემდეგ იგონებს მიზეზებს, მაგრამ მიჯაჭვულობა ყველაზე მეტად ყარდება არა სითბოს დროს და არა სისასტიკის დროს, არამედ ამ ორის ძალიან სპეციფიკურ თანმიმდევრობაში, კონკრეტული თანმიმდევრობით. და ამ თანმიმდევრობის გასაგებად ჩვენ უნდა შევისწავლოთ შვედეთის ისტორიაში ბანკის ყველაზე ცნობილი ძარცვა. თავი მესამე. ბანკის საცავი სტოკჰოლმში. 1973 წლის 23 აგვისტოს დილას მამაკაცი სახელად იან ერიკ ოლსონი შევიდა კრედიტ ბანკენში, სტოკჰოლმის ცენტრში, ნორმალმსტორგის მოედანზე, ავტომატით ხელში. მან ჭიაში გაისროლა, ბანკის 4 თანამშრომელი მძევლად აიყვანა და საცავში ჩაკეტა. მალე მას შეუერთდა თანამზრახველი სახელად კლარკ ულოფსონი. დაპირისპირება 6 დღეს გაგრძელდა. შვედეთის პოლიციამ, რომელიც არ იყო მზად ასეთი მასშტაბის რამისთვის, დაიწყო მოლაპარაკებები და ამ 6 დღის განმავლობაში საცავის შიგნით მოხდა რაღაც, რასაც ჯერ სახელი არ ჰქონდა. მძევლებმა დაიწყეს თავიანთი გამტაცებლების დაცვა. მათ უარი თქვეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე სამაშველო მცდელობების დროს. ერთ-ერთმა მათგანმა ახალგაზრდა ქალმა სახელად კრისტინ ენმარკმა პირდაპირ დაურეკა შვედეთის პრემიერ-მინისტრს და უთხრა, რომ პოლიციის უფრო ეშინოდა ვიდრე იმ მამაკაცების, რომლებსაც იგი იარაღის მუქარით ჰყავდათ დატყვევებული. მან ითხოვა, რომ ნება დაერთოთ გამტაცებლებთან ერთად წასულიყო. როდესაც ალყა საბოლოოდ დასრულდა, მძევლებმა ფული შეაგროვეს გამტაცებლების იურიდიული დაცვისთვის. ენმარკმა წლების განმავლობაში შეინარჩუნა მეგობრობა ულოფსონთან, სტუმრობდა მას ციხეში. შვედმა კრიმინოლოგმა სახელად ნილს ბეჯეროტმა, რომელიც პოლიციას კონსულტაციას უწევდა დაპირისპირების დროს, მოგვიანებით შემოიღო ტერმინი, რომელიც აღწერდა იმას, რის მოწმეც გახდა. შვედურად მან მას უწოდა ნორმალმსტორგ სინდრომეთ, ანუ ქართულად სტოკჰოლმის სინდრომი. რა გაიგო ბეჯეროტმა და რა ხდება არასწორად გაგებული ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ამბავს ხელახლა ყვებიან, არის ის, რომ მძევლებს twini არ ჰქონდათ გამორეცხილი. ისინი არ იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულები. იქცეოდნენ ისე, როგორც ყველა ადამიანის ნერვული სისტემაა დაპროგრამებული, რომ მოიქცეს, როდესაც მოთავსდება კონკრეტულ კონფიგურაციაში. კონფიგურაცია კი ასეთია. პირველი, როცა ხარ ფიზიკურად ან ემოციურად ხაფანგში. მეორე, როცა ვიღაცას აქვს სრული ძალაუფლება შენს შემდგომ არსებობაზე. მესამე, როცა ეს ადამიანი გიჩვენებს მცირე მოულოდნელ სიკეთეებს. და მეოთხე, როცა არანაირი გადარჩენა არ ჩანს ჰორიზონტზე. ამ 4 მოცემულობის პირობებში ადამიანის twini აკეთებს არაჩვეულებრივ რამეს. ის ხელახლა აწყობს თავის მიჯაჭვულობის არქიტექტურას, რათა მიეჯაჭვოს ძალაუფლების წყაროს. იმიტომ რომ მიჯაჭვულობა არის გადარჩენა. თუ გამტაცებელს მოსწონ ხარ, ცოცხლობ. თუ არ მოსწონ ხარ, გუდები. ასე რომ twini აწარმოებს სიმპათიას, ის წარმოქმნის მადლიერებას, ის ხელახლა აფორმებს მცირე მოწყალებებს, საბანს, ჯიქაწყალს, თვალის კონტაქტის მომენტს, როგორც ღრმა ზრუნვის მტკიცებულებას. ალკის ერთ მომენტში ულოფსონმა საბანი შემოახვია ერთ-ერთ მძევალს, როცა ის კანკალებდა. ეს საბანი საკმარისი იყო. ეხლა შეხედე ამ 4 პირობას კიდევ ერთხელ. შენ ხარ ემოციურ ხაფანგში. დახარჯე წლები. გაქვთ საერთო სახლი. ყავთ შვილი. შენ უფრო გეშინია მარტოობის, ვიდრე დარჩენის ტკივილის. ვიღაცას აქვს ძალაუფლება შენს ემოციურ არსებობაზე. ისინი განსაზღვრავენ თავიანთი განწყობით, არის დღევანდელი დღე ასატანი თუ კატასტროფული. ისინი გიჩვენებენ მცირე, მოულოდნელ სიკეთეებს. უმიზეზო SMS-ი ღამე, მოულოდნელი კომპლიმენტი, სინაზის მომენტი, რომელიც თითქოს არსაიდან მოდის. და არანაირი გადარჩენა არ ჩანს, იმიტომ რომ შენი მეგობრები დაიღალნენ ამის მოსმენით, იმიტომ რომ შენმა ოჯახმა მათი მხარე დაიჭირა, იმიტომ რომ შენ იმდენჯერ იტირე, რომ აღარავინ დარჩა ვისთანაც იტირებდი. შენ სტოკჰოლმის სინდრომის შიგნით ხარ. ხარ საცავში და ადამიანი, ვინც ჩაგკეტა, ასევე არის ადამიანი, ვინც ხანდახან საბას გაწვდის. სწორედ ამიტომ იცავ მათ გარეშე პირებთან. უბრაზდები შენ საუკეთესო მეგობარს იმის თქმისთვის, რასაც სინამდვილეში ფიქრობს. რატომ გახსოვს? რელიგიურ სიზუსტემდე მისული მკაფიობით. ის ერთი შემთხვევა, როცა ისინი კეთილები იყვნენ საშინელი კვირის შუაგულში.
და რატომ შეუძლია ამ ერთ მოგონებას გააუქმოს 3 თვის განკურნება იმ მომენტში, როდესაც ის ზედაპირზე ამოდივდივდება. შენი ტვინი კი არ მუშაობს არასწორად. ის აკეთებს ზუსტად იმას, რისთვისაც იყო შექმნილი ტყვეობაში. პრობლემა ისაა, რომ შენ ვერასოდეს შეამჩნიე, რომ ძევლად აგიყვანეს. საცავში ნებაყოფლობით შეხვედი, იმიტომ რომ გეგონა, რომ ეს საძინებელი იყო. და აი რა ხდის ამას უფრო ხრმას, ვიდრე ნებისმიერი მეტაფორა. მიჯაჭვულობა, რომელსაც აყალიბებ გამტაცებელთან, შიგნიდან არ განიცდება როგორც შიში. ის განიცდება როგორც სიყვარული. ხრმა, შეურყეველი, სულის შემდროელი სიყვარული. გრძნობის ინტენსივობა თავადვეა იმის მტკიცებულება, რომ ხაფანგში ხარ. სტაბილური სიყვარული მშვიდია. ტყვეობრივი სიყვარული ხმამაღალია. თუ ოდესმე აღგიწერია ურთიერთობა როგორც ყველაზე ინტენსიური სიყვარული, რაც კი ოდესმე გიგრძნია და შემდეგივე ამოსუნთქვით აღგიწერია როგორც ყველაზე მტკივნეული, შენ არ აღწერდი დიდ რომანს. აღწერდი წარმატებულ მოლაპარაკებას, მძევლების შესახებ, შენს ნერვულ სისტემას და ვინმეს შორის, ვინც რა მექანიზმითაც არ უნდა ყოფილიყო, ტყვე დაგიყვანა ისე, რომ არც ერთ თქვენგანს ეს შეგნებულად არ შეუმჩნევია. ჩვენ დავაკვირდით twins, დავაკვირდით მაიმუნებს, დავაკვირდით მძევლებს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ დავგვირვებივართ სხეულს. და სწორედ სხეული არის ის ადგილი, სადაც ეს დამოკიდებულება გარდაიქმნება და ხდება უფრო მსგავსი ფიზიკური დაავადებისა. თავი მეოთხე. ხიდი კაპილანოზე. 1974 წელს ორმა ფსიქოლოგმა, დონალდ დატონმა და ართურ არონმა, ჩაატარეს ექსპერიმენტი კაპილანოს დაგიდულ ხიდზე, ჩრდილოეთ ვანკუვერში. ხიდი 140 მეტრის სიგრძისაა, ძლიერად ქანაობს ქარში და კიდია 70 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან მდინარეზე. მასზე გადასვლა უმეტესობისთვის საშინელებაა. დატონმა და არონმა დააყენეს მომხიბლელი ქალი მკვლევარი ხიდის მეორე ბოლოში. როდესაც მამაკაცები ამთავრებდნენ ხიდის გადაკვეთას, ის უახლოვდებოდა მათ მოკლე კითხვარით. ბოლოს ის თითოეულ მამაკაცს აძლევდა თავის ტელეფონის ნომერს და ეუბნებოდა, რომ შეეძლო დაერეკა თუ სურდა კვლევის შემდგომი განხილვა. მათ იგივე ექსპერიმენტი ჩაატარეს დაბალ, სტაბილურ ხის ხიდზე, იქვე ახლოს. მამაკაცებმა, რომლებმაც ახლახან გადაკვეთეს საშინელი დაგიდული ხიდი, დაურეკეს მას დრამატულად უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებმა სტაბილური ხიდიდან. მათ ასევე შეაფასეს იგი როგორც მნიშვნელოვნად უფრო მომხიბლელი შემდგომ გამოკითხვებში. მათმა ტვინმა შეასრულა ის, რასაც ფსიქოლოგები ახლა უწოდებენ აგზნების არასწორ ატრიბუციას, ანუ misattribution of arousal. მათი გული აჩქარებული იყო, სუნთქვა ზედაპირული, ხელის გულები კი სველი. და იმიტომ რომ ქალი გამოჩნდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მათი ნერვული სისტემა ყველაზე მეტად იყო აგზნებული, ტვინმა აღგზნება მას მიაწერა. შენ სხეულს არ შეუძლია გაარჩიოს შიში და სურვილი. ისინი აწარმოებენ ერთსა და იმავე ჰორმონებს, გულის ცემის ერთსა და იმავე სიხშირეს, ზედაპირულ სუნთქვას, მკერდში სიმძიმის შეგრძნებას. ტვინი იღებს აღგზნების ნედლ მონაცემებს და ეძებს მიზეზს ირგვლივ. ვინც არ უნდა იყოს იმ მომენტში, ხდება ახსნა. იფიქრე იმ ურთიერთობებზე, რომლებიც შენი ცხოვრების ყველაზე ვნებიან ურთიერთობებად აგიწერია. იყო ისინი მშვიდობიანი, თუ ყოველთვის არსებობდა შფოთვის ძაფი, რომელიც მათ ქვეშ გადიოდა. შიშის მუდმივი დაბალი გუგუნი იმის შესახებ, ხომ არ გეცლებოდნენ ხელიდან, ხომ არ თქვი არასწორი რამ, ხომ არ იქნებოდა დღევანდელი ღამე კარგი თუ საშინელი. პეპლები, რომლებიც იგრძენი მათი თანდასწრებით. სიყვარული კი არ იყო, ეს იყო კორტიზოლი. შენი სხეული ჩუმად ემზადებოდა საფრთხისთვის. და იმიტომ რომ ის ემზადებოდა საფრთხისთვის ზუსტად იმ მომენტში, როდესაც იმყოფებოდა ვინმესთან, ვინც შენ რომანტიკულ პარტნიორად ჰქონდა მონიშნული, შენმა გონებამ ეს ორი შეგრძნება ერთმანეთთან შეაგერა. შენ შიშს ნება და სურვილი უწოდე. ჰელენ ფიშერმა, რატგერსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურმა ანთროპოლოგმა, ჩაატარა fMRI კვლევების სერია 2000-იანების შუა პერიოდიდან ადამიანებზე, რომლებიც ახლახან უარყო რომანტიკულმა პარტნიორმა. მან ისინი მოათავსა ტვინის სკანერებში და აჩვენა იმ ადამიანის ფოტოები, ვინც ისინი მიატოვა. ტვინის რეგიონები, რომლებიც აინთო, არ იყო ემოციურ მწუხარებასთან ასოცირებული რეგიონები. ეს იყო ვენტრალური არე, იგივე რეგიონი, რომელიც აქტიურდება კოკაინზე დამოკიდებულებში, ლომკის დროს. უარყოფილი შეყვარებულები უბრალოდ მოწკენილები კი არ არიან. ისინი არიან ქიმიურ აღკვეთის მდგომარეობაში, ანუ ლომკაში, იმ ნივთიერებისგან, რომელსაც მათივე ტვინი აწარმოებდა. სწორედ ამიტომ ტოქსიკურ პარტნიორთან დაშორების ტკივილი ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე სტაბილური პარტნიორის დაკარგვის ტკივილი. სტაბილურ ურთიერთობაში დაკარგვა ემოციურია, ეს ტკივა, მაგრამ ის არ გაუძლურებს. ტოქსიკურ ურთიერთობაში დაკარგვა ფარმაკოლოგიურია.
შენ ადამიანს კი არ გლოვობ, შენ წამლისგან გადიხარ დეტოქსიკაციას. და აი მომენტი, სადაც ადამიანების უმეტესობა რეციდივს განიცდის. იმიტომ რომ სადღაც მე-14 დღეს, როდესაც ლომკა პიკზეა, როდესაც 2 დღეა წესიერად არ გიჭამია, როდესაც გონია თითქოს ვიღაც მკერდზე გადგას, შენ მზად ხარ ყველაფერი გააკეთო, ოღონდ ეს ტკივილი შეწოდეს. და ერთადერთი რამ, რაც საიმედოდ აჩერებს მას, არის კონტაქტი იმ ადამიანთან, ვინც ეს გამოიწვია. ერთი SMS-ი, ერთი პასუხი, ერთი 5 წუთიანი სატელეფონო ზარი. ნერვული სისტემა ივსება ზუსტად იმ ნეიროქიმიკატებით, რომლებსაც შიოდა და ტკივილი მკესიერად ორთქლდება. რამდენიმე საათის განმავლობაში შენ ისევ მთლიანად გზნობ თავს. გზნობ რომ გონებაზე ხარ, გზნობ რომ ცოცხალი ხარ და შენ ამ შვებას სიყვარულის მტკიცებულებად განმართავ. იმის დასტურად, რომ წასვლა შეცდომა იყო, იმის დადასტურებად, რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ. ეს სიყვარული არ ყოფილა. ეს იყო წამლის ხელახლა შესლა სისხლში. და ის ნაწილი, რომელსაც არავინ გეუბნება. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ უკავშირდები წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, უბრალოდ კი არ აყოვნებ ლომკას. შენ საათს თავიდან რთავ. შენი ნერვული სისტემა იწყებდა ახალი საბაზისო ხაზის ჩამოყალიბებას. ეს ერთი კონტაქტი შლის მთელ სალას. შენ ისევ პირველ დღეს უბრუნდები. პირველი დღე კი ყველაზე ცუდი დღეა მთელ პროცესში. მაგრამ ხაფანგი მხოლოდ შენს ხელში არ არის. ის შენს მეხსიერებაშია. მეხსიერება კი როგორც ირკვევა, ყველაზე სასტიკი ციხის ზედამხედველია. თავი მეხუთე. წინასწარმეტყველება, რომელიც არ ჩავარდა. 1954 წელს სოციალურმა ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინგერმა გაიგო პატარა რელიგიური ჯგუფის შესახებ ჩიკაგოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალი სახელად დოროთი მარტინი. მარტინი ამტკიცებდა, რომ იღებდა შეტყობინებებს უცხოპლანეტელებისგან, პლანეტა კლარიონიდან. უცხოპლანეტელებმა მისი თქმით გააფრთხილეს იგი, რომ სამყარო დასრულდებოდა კატასტროფული წარღვნით 1954 წლის 21 დეკემბერს. მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნეები გადარჩებოდნენ, რომლებსაც მფრინავი თეფში აიყვან და უსაფრთხო ადგილას შუაღამისას. ფესტინგერი და ორი კოლეგა, სტენლი შახტერი და ჰენრი რიკენი, შეერივნენ ჯგუფს, რათა დაკვირვებოდნენ რა მოხდებოდა, როდესაც წინასწარმეტყველება ჩავარდებოდა, იმიტომ რომ ცხადია, ის ჩავარდებოდა. მიმდევრებმა გაყიდეს თავიანთი სახლები, მიატოვეს სამსახურები, გააჩუქეს ქონება, მიატოვეს მეუღლეები. 20 დეკემბრის ღამეს ისინი შეიგრნენ მარტინის სახლში. მოიცილეს ყოველივე მეტალი ტანსაცმლიდან, ელვა შესაკრავები, ბალთები, სამკაულები, სათვალეები, იმიტომ რომ უცხოპლანეტელებმა გააფრთხილეს, რომ მეტალი ხელს შეუშლიდა ხომალდის აღჭურვილობას. შემდეგ ისინი ერთად დასხდნენ, ელოდნენ. შუაღამე მოვიდა, არაფერი მომხდარა. მინდორები საათობით ისხდნენ დუმილში. დილის 4 საათისთვის რამდენიმე მათგანი ტიროდა. და შემდეგ მარტინმა გამოაცხადა, რომ მან მიიღო ახალი შეტყობინება, რომ ჯგუფის რწმენა იყო იმდენად ნათელი, იმდენად ძლიერი, რომ მან გადაარჩინა სამყარო. წარღვნა გაუქმდა. უცხოპლანეტელები მადლიერები იყვნენ. მიმდევრები არ წასულან. მათ გააორმაგეს თავიანთი რწმენა. დაიწყეს რწმენის გავრცელება უფრო აგრესიულად ვიდრე ოდესმე. დაუკავშირდნენ გაზეთებს. ჟურნალისტები მიიწვიეს თავიანთ სახლებში. ადამიანები, რომლებიც მანამდე ჩუმი მორწმუნეები იყვნენ, ერთ ღამეში საჯარო ევანგელისტები გახდნენ. ფესტინგერმა აღმოაჩინა ის, რასაც მოგვიანებით კოგნიტური დისონანსი უწოდა. როდესაც ადამიანს ღრმად აქვს ჩადებული რწმენა და რეალობა აჩვენებს მტკიცებულებას, რომ რწმენა მცდარია, გონება კი არ აგდებს რწმენას, ის აგდებს მტკიცებულებას, იმიტომ რომ მტკიცებულების მიღების ფასი აუტანელია. თუ რწმენა მცდარია, მაშინ ყველაფერი, რაც მისთვის გაიღეს, ტყუილად დაიკარგა და გონება აწამებს ლოგიკას ნებისმიერ ფორმაში, რაც კი საჭიროა, რათა თავიდან აიცილოს ეს დასკვნა. შენ გაიღე მსხვერპლი შენი ტოქსიკური ურთიერთობისთვის. გაეცი წლები, გაეცი ფული, გაეცი შენი მეგობრების მოთმინება, გაეცი შენი ოჯახის ნდობა, გაეცი შენი სხეული, ძილი, კარიერული იმპულსი, თვითპატივისცემა. შენ ააშენე მთელი იდენტობა ამ ადამიანის ირგვლივ. იმის ირგვლივ, რომ ხარ ის, ვისაც ესმის მათი, ვინც რჩება, ვინც არის სიყვარული, რომელიც ბოლოს და ბოლოს მიაღწევს იქ, სადაც სხვამ ვერავინ მიაღწია. იმის მიღება, რომ ის უბრალოდ ემოციურად მოძალადე ან უუნარო ან ბოროტი ადამიანია, ნიშნავს იმის მიღებას, რომ ეს ყველაფერი ტყუილად დაიკარგა. შენი გონება ამის მიღების უფლებას არ მოგცემს. ასე რომ ის ხელახლა წერს მტკიცებულებებს, პოულობს მათ სიკეთის მომენტებს და ადიდებს მათ, იღებს მათ სისასტიკეს და ხელახლა აფორმებს მას, როგორც ტრავმის პასუხს. იხსენებს ვახშმებს და ივიწყებს დუმილს.
ის გაიძულებს დაიჯერო ყოველივე მონაცემების საწინააღმდეგოდ, რომ მათ შეუძლიათ შეიცვალონ, იმიტომ რომ ალტერნატივა არის ფსიქოლოგიური განადგურება, რომელსაც შენი მე ვერ გადაურჩება. შენ ის კი არ გიყვარს. გიყვარს შენი ის ვერსია, რომელმაც სწორი ინვესტიცია გააკეთა. უფრო ღრმა დამოკიდებულება ადამიანზე კი არ არის, არამედ იდენტობაზე, რომელიც შენ მის ირგვლივ ააშენე. მამაცი, მომთმენი, ის, ვინც ხედავს, ვინ არიან ისინი სინამდვილეში ყველაფრის მიღმა. ის, ვისი სიყვარულიც არის საკმარისად უჩვეულო, საკმარისად ძლიერი, საკმარისად ღრმა, რომ გამოასწოროს ის, რაც სხვამ ვერავინ გამოასწორა. დღე, როდესაც მიდიხარ, არ არის დღე, როდესაც წყვეთ მათ სიყვარულს. ეს არის დღე, როდესაც სიკვდილით სჯი შენს ვერსიას, რომელსაც ჯეროდა. და ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს ამის გაკეთებას. მათ ურჩევნიათ შეინარჩუნონ ტყუილი და ნელა დაიცალონ სისხლისგან, ვიდრე დანა დაარტყან ავტოპორტრეტს და თავიდან დაიწყონ. ექმა შენს თავში ღამის 2 საათზე. ის, რომელიც გეუბნება, რომ მისწერო მას, ის, რომელიც ამტკიცებს, რომ ამჯერად სხვანაირად იქნება, ის, რომელიც აცოცხლობს მთელი ბოლოთვის ერთი კარგი ღამის მოგონებას და გიჭირავს თვალწინ როგორც წმინდა ნაწილი, ექმა შენი გული არ არის. ეს არის შენი ვერსია, რომელსაც არ შეუძლია აღიაროს, რამდენი რამ არის უკვე დაკარგული. და სანამ არ დამარხავ ამ ვერსიას, შენ გააგრძელებ დაბრუნებას. მე დაგპირდი, რომ ვიპოვიდით კონკრეტულ მომენტს, როდესაც დამოკიდებულება ჩაინერგა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ გადგინეს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ირღვირეს, მოიტყუეს, ან ცივდუმილში ჩაიკეცნენ. ეს იყო მომენტი, ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც ისინი შემოbrunდნენ და იყვნენ მოულოდნელად კეთილები. დილას საშინელი ღამის შემდეგ, როდესაც მათ ყავა მოგიმზადეს და შემოგხედეს მზერით, რომელიც სინანულს გავდა. SMS-ი, 3 დღიანი დუმილის შემდეგ, რომელიც ამბობდა, რომ შენზე ფიქრობდა. ცრემლები, ყველაზე მძიმე კამათის შემდეგ, რომლებიც გეჩვენებოდა როგორც უფრო რბილი მეს მტკიცებულება, რომელიც ყველაფრის ქვეშ იყო დამარხული. ეგ მომენტი არის ბერკეტზე დაჭერა, რომელმაც მოგება გასცა. ეგ მომენტი არის ნაჭრის დედა, ეკლების შემდეგ. ეგ მომენტი არის საბანი აკანკალებული მძევლის ირგვლივ. ეგ მომენტი არის ადრენალინის ვარდნა დაკიდულ ხიდზე. ეგ მომენტი არის წინასწარმეტყველება, რომელიც არ ჩავარდა. კაცობრიობის ისტორიაში ყოველი ტოქსიკური ურთიერთობა შეიცავს ამ არქიტექტურას. სისასტიკე აშენებს გალიას, სიკეთე ხდება გასაღები. და ტვინი, შენი ტვინი, ყველას ტვინი, იმ ყოველი ადამიანის ტვინი, ვისაც ოდესმე ხვარებია, არასწორი ადამიანი და ვერ წასულა, დაპროგრამებულია გადაიხადოს ნებისმიერი ფასი გასაღების მისაღებად. შენ ვერ შეძლებ ამისგან თავის დაღწევას ფიქრით. გაცნობიერება არ არის ნეიროქიმიის გამხსნელი. შეგიძლია წაიკითხო ტრაუმული მიჯაჭვულობის შესახებ დაწერილი ყოველი წიგნი და მაინც მისდუდე ტელეფონს ღამის 2 საათზე. ცოდნა არ არის წამალი. წამალი არის დრო კონტაქტის გარეშე. საკმარისად დიდხანს, რომ ნერვულმა სისტემამ დაივიწყოს ასოციაცია. საკმარისად დიდხანს, რომ ლომკამ პიქს მიაღწიოს და გათხვდეს. საკმარისად დიდხანს, რომ სიმშვიდის ახალი საბაზისო ხაზი ნორმალურად იგრძნობოდეს და არა სიცარიელედ. ბიჰევიორალური დამოკიდებულების კლინიკური კვლევები განსაზღვრავს მინიმუმ 90 დღეს სრულ აბსტინენციისთვის, სანამ ნერვული გზები დაიწყებენ ჭეშმარიტად ხელახლა ჩამოყალიბებას. უფრო მეტი დროა საჭირო ღრმა მიჯაჭვულობისთვის. კიდევ უფრო მეტი მიჯაჭვულობისთვის, რომელიც ეხმიანება ბავშვობის ჭრილობას, ამ დროს თავს გიჟად იგრძნობ. ისინი მოგენატრება ისეთი სიმტვავით, რომელიც ბიოლოგიურად არასწორად გეჩვენება, იმიტომ რომ ასეცაა. შენი ტვინი აწარმოებს იმავე ქიმიურ კასკადს, რასაც აწარმოებდა ოპიოიდების ლომკის დროს. ელოდე ამას. მოემზადე ამისთვის. ნუ განმარტავ ამას როგორც სიყვარულის მტკიცებულებას. ეს არის ტყვეობის დაშლის მტკიცებულება. და მინდა თან ატარო ეს ფრაზა, ვიდეოს დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც. მიზეზი, რის გამოც ახალი, სტაბილური, ჯანსაღი სიყვარული ხშირად არაფრად გეჩვენება, როდესაც მას პირველად შეხვდები, არის ის, რომ ნერვული სისტემა, რომელიც შენ განავითარე ტოქსიკური მიჯაჭვულობის შიგნით, გაიწორთნა სიმშვიდის არყოფნაში შეცდომით მიღებაზე. სიმშვიდე არ იწვევს ძველ ქიმიურ კასკადს, ასე რომ გონება მას კითხულობს, როგორც სიცარიელეს. თუ დატოვებ ტოქსიკურ ურთიერთობას და ვერაფერს გრძნობ, როდესაც კარგი ადამიანი შემოდის შენ ცხოვრებაში, ნუ გაიქცევი მათგან. ეგ სიბნელე მათზე ვერდიქტი არ არის. ეს არის გაზომვა იმისა, თუ რამდენი ხელახალი გადაწყობა გელის წინ. დამოკიდებულება არ მთავრდება, როცა მიდიხარ. ის მთავრდება მაშინ, როდესაც მშვიდის სიყვარული საბოლოოდ იგრძნობა როგორც სახლი.
ადამიანების უმეტესობა ახლა ამ ვიდეოს გათიშავს, დაივიწყებს ყველაფერსაც მოისმინა და ხვალ ისევ იმ ნაცნობ, ტკივნეულ ხაფანგში დაბრუნდება, რასაც აქამდე სიყვარულს ეძახდა. მათ ურჩევნიათ შეინარჩუნონ ტყუილი. მაგრამ შენ აქ ხარ. შენ ბოლომდე მისმინე. შენ არ ხარ უმეტესობა. ეს სისტემა, ეს პლატფორმები და თანამედროვე საზოგადოება არ გასწავლის ამ შეულამაზებელ სიმართლეს. მათ ურჩევნიათ იყოს სუსტი, დაბნეული და დამოკიდებული. მე კი არ ვაპირებ უკან დახევას. თუ მზად ხარ, ბოლომდე დაინახო მარიონეტის ძაფები. გაწყვიტო ისინი და დაიბრუნო კონტროლი საკუთარ ნერვულ სისტემაზე. შემომიერთდი და გამოიწერე ფიორი. მე ვაშენებ თავშესაფარს ძლიერებისთვის. ნუ დარჩები გარეთ, ილუზიების სამყაროში. შეგხვდები ჩრდილში.